რубრიკში მოგესალმებით პოდკასტ მერეში და ჩვენი მეოთხე სტუმარი არის ნუცა თოფურია. გამარჯობა ნუცა, როგორ გრძნობ თავს? ძალიან კარგად, იმიტომ რომ ეს ადგილი ძალიან მიყვარს. ენერგეტიკულადაც შენ ჩემთვის რაღაც ძალიან კომფორტული ხარ და ძალიან კარგად გრძნობ თავს. ძალიან მიხარ. დავიწყებ აი ბავშვობიდან. მაინტერესებს რომ აი საიდან აღმოაჩინე სიმღერის ნიჭი ქონდა, აი საიდან დაიწყე, ყველაფერი მაინტერესებს. ესე იგი, ალბათ ყველა მომღერალი ესე იწყებს ხოლმე და ჩემი აზრით ცოტა ესეთი არის ბანალური ფრაზა, მაგრამ აი დაბადებიდან მღერი, ანუ ეგრე არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაღაცა შენი მშობლები გატყობენ რომ რაღაცა შენ სხვანაირი ის გახსმენა გაქვს, ყველაფერს ყვები, ღიღინებ და მე ძალიან პატარაობიდან მღეროდი. სხვა შორის პირველად ვიმღერე იავნანა. ეხა მიმეწვია. მაგას ვღეროდი, ძალიან პატარა რო ვიყავი და მერე უკვე რაღაცნაირად სულ სცენა, სულ ეს ხალხს დავსვამდი ხოლმე, ვატარებდი კონცერტებს, ну, როგორც ყველა ყვება. მეც არ ვიყავი გამონაკლისი და მერე უკვე რაღაცა ჩემო მშობლებმა რომ შემატყეს რომ რაღაცა ეს ბავშვი მგონი მღერის, მერე უკვე რაღაცა დაიწყო ჩემი ეს მუსიკალური კარიერა პატარაობით. და რამდენი წლიდან დაახლოებდი სცენაზე? აი სცენაზე მაგალითად ჩემი პირველი ესე სერიოზული სცენა უკვე იყო ანაბანა პროექტი, არ ვიცი გახსოვთ თუ არა. ეს იყო ალბათ ყველაზე კეთილი და საყვარელი პროექტი მთელი ოჯახისთვის. რუსთავიერზე გადიოდა მაშინ და უყურებდა ყველა. და ყველა ბავშვი ოცნებობდა რომ მოხვედრილიყო ანაბანაში. და მე ვიყავი 9 წლის პირველად როცა ეს ჩემი დიდი სცენა, მე ძალიან დიდი სცენას ვეძახი ამას. იცით რატო? იმიტომ რომ 9 წლიდან ზოგი უფრო პატარა იყო, 6 წლის დაიწყებოდა და აი ჩვენ აი ესეთი პატარა ასაკიდან უკვე ვეჩვეოდით ცოცხალ ბენდთან. ანუ ხო. პატ ანდრიაძის ბენდი გიკრავდა, იქ სიმფონიური ორკესტრი გიკრავდა, იქ შენ იცნობდი უკვე ცნობილ დიდ მომღერლებს და მათთან ქონდა დუეტები და ეს იყო ალბათ ყველაზე დიდი სცენა და აი ესეთ პატარაობიდან ესე მე უკვე დაიწყო ჩემი მუსიკალური კარიერა ანაბანით. და კმაყოფილი ხარ? ალბათ ყველაზე მეტად. თან რაღაცნაირი ბავშვი ვიყავი, მერე რომ გავიზარდე, რადიკალურად სხვანაირი ვიყავი ბავშვობაში, რომ პირიქით მე მინდოდა და მე უნდა წავიდე ამ პროექტში, დედაჩემს ვეუბნებოდი და მეუბნებოდი რომ შვილო, ანუ ვოკალის პედაგოგი შენ არ გყავს, არავინ შენ არ გყავს, აი სად მიდიხარ ესე? არა მეთქი მე უნდა წავიდე თქო და მე და ბებომ ჩუმად დავრეგისტრირდით და მე მივედი მოკლედ და საბოლოო ჯამში მოვხვდი საუკეთესო 12 ბავშვს შორის. რა მაგარია. და მე საბოლოო ჯამში მოვიგე. ჩემი სეზონი მე მოვიგე კი. და რაღაცა იქიდან უკვე იყო მე სხვადასხვა პროექტები. ძალიან კაი, თან პირველივე პროექტში რომ მოიგე. ხო, პირველივე პროექტში მოვიგე. თან როგორ რაღაც იყო, იცი რომ იქ ზოგადად მარინა ბერიძესთან. ხო. ჩემს მარინასთან მე ძალიან სუბიექტური ვარ მარინას მიმართ. იმიტომ რომ ყველა ჩემი პროექტი უკავშირდება მარინას. სადაც ვიყავი, ყველგან იყო მარინა და მინდა ყველას უთხრა რომ ხალხო, იმდენად საყვარელი ადამიანია რომ მინდა რომ იცნობდეთ უბრალოდ ამ ქალს და რაღაც თქვენი დამოკიდებულება რო აქვს ყველას, ხო აქვს მარინას მიმართ დამოკიდებულება. შენიათ თუ რაღაც. ხო, ყველას, მაგრამ აი მე მაქვს ჩემი მეგობრებისთვის ნათქვამი, რომ აი მარინასთან სახლში ყავაზე მოჯდომა არის აი ყველაზე მაგარი რაღაც. რომ იქიდან წამოსვლა. ყველაზე კაი მოგონება ერთ-ერთი ეგ იქნებოდა. კი, ყველაზე მაგარი და ნუ მარინასთან ეს რაღაცა ჩაწყობები რო იყო, ხო იცი იმაში. უბრალოდ მარინასთან ეს არ გამოდის არასდროს, არ ჭრის არასდროს და რაღაცა ყოველთვის, ნუ ეხლა მე კი ცოტა მიკერძოებაში ჩამეთვლება, მაგრამ რაღაცნაირად ყველას აქვს ხოლმე თავისი ადგილი და ალბათ იმარჯვებს ყოველთვის საუკეთესო, მაგრამ ჩემ შემთხვევაში შეიძლება ესე არ იყო, არ მინდა რომ ესე ვთქვა, მაგრამ ხო ჩემ სეზონში ეგრე გამოვიდა რომ მე ავიღე გრან-პრი. ძალიან მაგარია. მეც რა მაინტერესებს, ინსტაგრამზე სულ მხდება ხოლმე, რომ აი ოჯახის რაღაც ჩატებს და სასაცილოს და აი წარმომიდგენია, რომ აი ესეთ მოსიყვარულე ოჯახში რო ისდები და ეგეთ წარმოდგენა მაგდამ ჯერა მაგისი, როგორ შეიძლება იყოს და მაინტერესებს, აი ყველა წამოწყებაში გვერდში გიდგანან, ხო, რა თქმა უნდა. იცი რა, შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ისე არიან ჩართულები ხოლმე, როგორც მე. იმიტომ რომ აი რაღაც მნიშვნელოვანი ეტაპი როცა არის ჩემს ჯერ ძალიან სასაცილო ჩატი გვაქვს მართლა, ანუ ყველას ზედმეტ სახელები ქვია და რაღაცები და აი ძალიან სასაცილო და ყველაფერს ვყრით იქ და ჩართულები ვართ ნებისმიერ დეტალში და აი მე მაგალითად ნუცა უნდა გავიდეს ამ პროექტში. მოვაწყობთ ხოლმე შეკრებას
ესე მოვეწყობით და ნუ აი რა უნდა გააკეთოს ახლა ნუცამ აბა ყველას აზრი და საბოლოო ჯამში მე შევჯერდებით ხოლმე და რაღაცა ძალიან ესეთი ოჯახი მყავს ალბათ ძალიან გამიმართლა სულ ვამბობ იმიტომ რომ აი გარშემო როცა რამდენიმე ჩემს მეგობართან ახლობელს რაღაც გამიგია მათი გამოცდილება რაღაცნაირად წარმოუდგენელია ხოლმე ჩემთვის ეს რომ როგორ შეიძლება ოჯახი არ იყოს ჩართული თქვათ შენს მნიშვნელოვან ყველაფერში შეიძლება არა რა თქმა უნდა მაგრამ აი ამ მნიშვნელოვან ამბებში და ჩემი ოჯახი ზედმეტადაც არის ხანდახან ჩართული ხოლმე ვეუბნები რომ თავიდანებეთ ამას მე თვითონ გადავწყვეტ მაგრამ მათ გარეშე იმდანაც დამოკიდებული ვარ თან ეგეც უნდა ვთქვა, რომ თან დამოკიდებული ვარ ზოგადად ოჯახის აზრზე და ყოველთვის ვითვალისწინებ. მაინც ერთ-ერთი ეგეთი აი მოგონება ხო არ გაქვს, სადაც აი ყველანაირად აგიდგნენ, რომ ეს ბევრი იქნება, მაგრამ აი ერთადერთ გამორჩეული რა მაგ. გამორჩეული შეიძლება მართლა ყოველთვის ისე არიან ხოლმე სტარტზე. რომ აი რაღაც სხვათა შორის აი გამოყოფდი, როდესაც პირველად ეს ის წამოვიდა. ხოიცი რაღაცა რომ უარყოფითი რომ წამოვა პირველად ჩემ ცხოვრებაში, როდესაც წამოვიდა არ ვიცი ბულინგი მაშინ ალბათ არ იყო, ეს იყო რაღაცა მოანძღავდნენ რაღაცის გამო. და მაშინ მივხვდი, რომ ესენი იყვნენ სრულიად არაადეკვატურები, იმიტომ რომ პირველად რომ აი ნუცას ლანძღავენ და ვაიმე რა ჭირდება. ავიღეთ ფარხმალი და რაღაცა და მეთქი ხალხო დამშვიდით. აუცილებლად უნდა დავშვიდეთ, იმიტომ რომ ზოგადად არ უნდა მივაქციოთ ესეთ რაღაცებს ყურადღება, იმიტომ რომ სულ იქნება. და მაშინ ვიყავი პატარა 18 წლის, მაშინ ვიყავი მხოლოდ ქართულში ესეთი პროექტი იყო. მანდაც მოიგე? მანდ მეორე ადგილზე გავედი. ფინალში ხო, გავედი მეორეზე და რა მოხდა, ანუ ზოგადად აუცილებლად უნდა მოუყვა, იმიტომ რომ მგონი ეს არსად არ მომიყოლია. აი რა მოხდა მაშინ პირველად როდესაც გავილანძღე. მოკლედ ამ პროექტ ზოგადად მე ვარ აბსოლუტურად არა კონკურსების ადამიანი, იმიტომ რომ საერთოდ ვერ ვთვლი იმ ადამიანებს ჩემს კონკურენტებად. საერთოდ ვერ ვთვლი რომ ვარ კონკურსში და ვიღაცას უნდა შევეჯიბრო. უბრალოდ ისინი არიან ჩემი მეგობრები. ჩვენ აი სულ ამბობდი ამას, რომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ. ის კი არა რომ მე ახლა ამას ვაჯობებ და მე ამაზე მაგრად ვიმღერებ და მე დავამარცხებ თუ რაღაც. არ მაქვს ეგ. უბრალოდ ჩვენ მოდი ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ და ღირსეულმა გაიმარჯოს, ვინც იმსახურებს, ის გაიმარჯვებს ისედაც და მოკლედ ეგ ამბავი გვაქვს და რაღაც ერთ-ერთი ტურია და ჩემი ორი უახლოესი მეგობარი დგას აუთსაიდერებში. და მე რა თქმა უნდა ნუცა აი პირდაპირ აი ცენტრში ვდგავარ უკან. ანუ ამათ შუაში, ჩემი სახე არის ამათ შუაში და ნუ მოკლედ გუგა მარგველაშვილი და გიორგი ნარმანია დგანან და ნუ მოკლედ წამყვანები ამბობდნენ სულ რომ პროექტს ტოვებს. ანუ ჩვენ ვიცოდით რომ ჯერ ცხადდებოდა რომ პროექტს ტოვებს, მაგრამ მაიამდან არ უკამ გადაწყვიტეს რომ გამოაცხადონ რომ პროექტში რჩება და ფინალში გადადის. აი ეს სიტყვებია რა. პროექტში რჩება და ფინალში გადადის. რაღაცა გუგა მარგველაშვილი და მე უცბად წამიერად მაქვს რეაქცია რომ აი როგორ გამიხარდა რა და ტაშს უკრავ და აი გახარებული სახე მაქვს მაგრამ მე წამებში ვიაზრებ რომ გიორგიმ დატოვა პროექტი ესე იგი მე სამეგრელო ხო გადამიარეს რომ აი როგორ გამიხარდა ღირსეული მონაწილის გავარდნა ну ეგონათ რომ გიოს გავარდნა გამიხარდა და ანუ ის არა ქვე გამიხარდა და რა ვიცი აი რატო გადაწყდა ეგრე არ ვიცი მაგრამ ყველა მაგრად მოანძღა თელმა სამეგრელო ოღონდ ეგეთი რეაქცია რო არ მქონდა და მე უკვე გუგას ხო გულშემატკივრები გამლანძღავდნენ ნუ მოკლედ ეგ ძალიან ისეთი ამბავი იყო და მაგრამ მახსოვს რომ ძალიან ისეთი ატყდა რა დიდი ამბავი თან სამეგრელო რომ ლანძღავდა ჩემთვის აი ძალიან ის იყო რომ მეთქი ხალხო რა გჭირდა მოკლედ მაგ დროსაც კი არ დამიწერი არაფერი იმიტომ რომ ვიცოდი რომ უბრალოდ ეს დაუმსახურებელი რაღაც იყო ეს იყო რაღაც წამიერი პირველი რაღაც გახარება რომ გუგას გადასხმა როგორც გიორგიზე ვთქვათ გაგიხარდებოდა იგივე ანუ ზუსტად ხო ეგეთი ამბავი იყო რა და ეგ იყო რომ ჩემი ოჯახი აი მაგ დროს ცოტა არაადეკვატურები იყვნენ მაგრამ მე მიეჩვენენ ყველაფერს კრიტიკის მიმართ ხალხი ძალიან დაუნდობელია ზოგადად რეალურად რაღაც კონკრეტულ მომენტებში შეიძლება არაფერს არ აკეთებდე მაგრამ რაღაც მომენტში წაგიჭირონ და გეცნენ. იცი რა ისიც არ არის ეძებენ. ანუ აი როგორ ეძებენ, იცი რომ აი რაღაცა ლუპებით გაკვირდებიან რომ რაღაც გიპოვონ და თუ ვერაფერს ვერ გიპოვიან, მე უკვე გიგონებენ. აი ეგეთი არის რომ რაღაცა
ესეთ ხალხსაც ჭირდება საქმე, მე ვამბობ რა. ესეთ ადამიანებს მათ საქმე არ აქვს, უბრალოდ მათი საქმე არის ეს კლავიატურა, კომპიუტერში სხედან, სახლში. მათაც ჭირდებათ საქმე და სამსახური და ეს არის მე ვფიქრობ მათი სამსახური. მაგაზე მახსენდება ის რა ქვია, ჩემი ცოლის აქალებში რო იყო შავი პიარი რო იყო, დაჯგუფ, აი ზუსტად ეგეთი უნდა იყოს. ზუსტად, ნუ ЧЦD იყო, ჩვეულებრივი, არ ვიცი, ეთი დევდარიანი არის, აი. არც ვიცი რა ვთქვა, აი მართლა სწორი აქცენტები და საერთოდ ყველაფერი სწორი იყო ამ სერიალში. აი კრიტიკაზე რა გავაკეთე და მახსენდება, აი ეხა რაც მოხდა რეალურად შენ დაბადების დღეზე გამოწვეული ამხელა ამბავი და არ შემიძლია არ ეკითხო, დაბადების დღე გაქვს, მეორე დღეს ამ ყველაფერს ხედავ. აი რა ხდება შენ გონებაში, ეგ მაინტერესებს. იცი რა, ანუ პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ გიჟდები ჩემს დაბადების დღეზე. აი მართლა ყველაზე მეტად მიყვარს ეს დღე, გეგმავ 6 თვით ადრე ხოლმე და რაღაცა ისე მოხდა, რომ წინა წლებში ვერ გადავიხადე დაბადების დღე, ნუ წინა წელს აქციებზე ვიყავით და საერთოდ არ იყო იმის დრო, მაგრამ ხალხმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ რა შეიცვალა ერთ წელში ნუცა, მაგას მიწერდა ძალიან ბევრი. ნუ ზუსტად არაფერი რო არ იცვლება, მაგიტო არის ეს ამბავი, ისევ იმიტომ რომ ჩვენ ვართ ხალხი ძალიან დაუნდობლები. ერთმანეთის მიმართ პირველ რიგში იმ ადამიანებს, ვინც ერთ ბაბლში ვართ, ზუსტად იმ ადამიანებმა გაგვანძღეს ჩვენ და ეგ არის ყველაზე საწყენი ალბათ, იმიტომ რომ როცა შენი რაღაცა აზრის სხვა აზრის მქონე ადამიანი გლანძღავს, ის უკვე შენთვის კრიტიკაა და უნდა მიიღო კრიტიკა, მაგრამ შენიანი როცა გლანძღავს, ეს უბრალოდ გულსატკენია ძალიან. და მგონია რომ არავის არ დაუმსახურებია ეს. დამსახურებული როცა არის, გასაგებია. ყოველთვის ეგრევა რომ მე ვიღებ კრიტიკას. მაგრამ ეს იყოს ჩვეულებრივად არ ვიცი, სასაცილო ალბათ, იმიტომ რომ დიდი დაბადების დღე გადავიხადე ნამდვილად, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ნამდვილად, ყველანაირი ადამიანი იყო ნამდვილად და ჩემთვის ძვირფასი ადამიანი იყო ყველა იქ. რაც არ უნდა იყოს. და რატომღაც გადაწყდა, რომ ის ადამიანები, მაგალითად, ჩემი უახლოესი მეგობრები, ესენი არიან თაკოლოჩოშვილი, ნატალია ჭამიაშვილი, ლოლა და ასე შემდეგ, ვისთან ერთადაც აქციებზე ვიყავი, სულ 24/7-ზე. არ შეიძლებოდა მოსულიყვნენ იმ სივრცეში, სადაც შეიძლება პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი ყოფილიყო, ღმერთო, ანუ არც კი ვიცი რა ვთქვა ამაზე. რა კომენტარი გავაკეთო, მართლა არც კი ვიცი. იმდენად შოქში ვიყავი, რომ არ მჯეროდა, ანუ ამ ვიდეოებს რო ვუსმენდი, არ მჯეროდა, რომ ადამიანებს რამდენი დრო აქვთ. პირველ რიგში. და დაბადების დღე რო განიხილონ. რა დაბადების დღე განიხილონ, ხო. მესმის რომ შეიძლება ჩემზე გული შესტკიოდათ და მაგიტომაც, მაგრამ შეიძლება რომ პირადში მიწერო, ხო? აი გოგოებიც მაგას ამბობდნენ, თაკოც და ნატალიაც, რომ ანუ პირადში მომწერე და განიხილოთ და ხო, ეს ძალიან მისაღები ამბავია, ხო? შეიძლება რომ გამოვანძღო, მაგრამ პირადად, ხო, რატო? მაგრამ ალბათ ყველას უნდა რომ სოციალურ ქსელში ახალი ვიდეოები გაავრცელოს, რომელსაც ნახვები ექნება. ალბათ ეგრეა, იმიტომ რომ მე სხვა ახსნა არ მაქვს მართლა ამაზე. იმიტომ რომ ხო, რა ვიცი, თუ ეს ჩემი აზრი აინტერესებს ერთ წელში რა შეიცვალა, რომ წინა წელს მე აქციაზე ვეპატიჟებოდი ხალხს და ეხლა რაღაცა დაბადების დღე გადავიხადე დიდი გრანდიოზული, რა შეიცვალა? ანუ მაშინ ალბათ მთელი ცხოვრება მოგვიწევს რომ ვიყოთ დეპრესიაში, არ ვიყოთ ბედნიერები, არ გადავიხადოთ დაბადების დღეები, არაფერი არ ვქნათ და ისიც, რა თქმა უნდა, დავზარალდებით ისევ ჩვენ და არაფერი არ შეიცვალა. ყველაფერი, ჩვენი ფსიქიკა, ყველაფერი, მაგრამ მაინც არაფერი არ შეიცვლება და რა ვიცი, მგონია რომ აზრი არ აქვს საერთოდ ამ ყველაფერს. მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვინერვიულე, რა თქმა უნდა, მაინც წელსაც, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი უნდა გამეკეთებინა. თან როდესაც ან დაბადების დღე შენ ბედნიერი დღე უნდა იყოს, თან მშვილდოსანი, ხარ მე მშვილდოსანი ვარ და მართლა გიჟდები მშვილდოსანი. მე ძალიან მიყვარს ჩემი დაბადების დღე, მაგრამ აი, როდესაც შენთვის ერთ-ერთი ბედნიერი დღეა. ყველაფერი კარგად მიდის. მაგ მომენტში ერთობი შენ საყვარელ ადამიანებთან ხარისას და მეორე დღეს იღვიძებ, ხსნი TikTok-ზე იყო აბსოლუტურად ეს ამბები, კი. შენ თავი ხდება ოღონდ ცუდად მოხსენიებული, აი. იცი რა, თან მე ვფიქრობ ასევე რომ რაღაცა, რა თქმა უნდა, ჩემთანაც ქონდა ხალხს ნამდვილად რაღაცა კრიტიკული ამბები, მაგრამ მგონია რომ ყველა ვიდეოს ადრესატი რაღაცა სხვადასხვა ადამიანი იყო. ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, იმიტომ რომ რაღაცა მგონია რომ უბრალოდ ჩემი დაბადების დღე გახდა თემა, მიეცათ მიზეზი, რომ მე რაღაცები ეთქვათ და ნუ არაფრის
ჩემი დაბადების დღე იყო თემა მართლა. უბრალოდ ანუ ისეთი კარგი დღე იყო, რომ საერთოდ არც მინდა, არც კი რაღაცა დიდად არ მიმიტანია გულთან მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაერად მართლა ძალიან საწყენი იყო, როცა ჩვენი ბაბლი ჩვენი ადამიანები, ვისთან ერთადაც მე პირადად ვიდექი აქციებზე, ზუსტად ის ადამიანები გაკრიტიკებენ და მე რაი ზუსტად იმ ადამიანებს, ვინც თქვათ ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, იმათ აძლევენ საშუალებას, რომ რაღაცა ძალიან სასაცილო, ხო, ძალიან სასაცილო მესიჯი მოგწერონ და მე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა პოზიტივი სხვათა შორის მომწერა და მადლობა გოგოებო, რომ მივეცით ჩვენ აი ამ ადამიანებს საშუალება, რომ მომწერა და მითხრა, რომ აი ხო გაფრთხილებდიო, რომ ისევ შენიანები გაკრიტიკებდნენო და ხო, აი ასე იცისო რაღაცების თამაშმაო, ესე მომწერა და აი მაგ დროს ვიფიქრე, აი მაგ დროს გაუბრაზდი ყველაზე მეტად, რომ აი ამათ რო ვაძლევთ საშუალებას, რომ ესე მესიჯები მოგწერონ, აი ეგ იყო ჩემთვის რაღაცა წითელი ხაზი, რომ მეთქი რატომ, მაგრამ ნუ ჩემთვის საერთოდ არაფერს არ აქვს მნიშვნელობა, საერთოდ არ მაქვს რეაქცია, უბრალოდ მე რაღაც მაქვს ჩემი სიმართლე და ალბათ ჩემი სიმართლით ვარ მშვიდად და როცა გასაკრიტიკებელი ვარ, აუცილებლად მივიღებ კრიტიკას. და სხვათა შორის კომენტარიც გამიკეთა ერთ-ერთმა გოგონამ, რომ აიო, სხვებისგან განსხვავებით, შენო კრიტიკას იღებო. ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კაია. კი, ჯანსაღი კრიტიკა აუცილებელიც არის, მაგრამ როცა რაღაც აი რაღაც მარაზმს საუბრობენ, რატომ უნდა მიაქციო? ეგ უკვე კრიტიკა არ არის, ეგ უკვე შეურაცხყოფაა და გადაბიჯებაა და ნამდვილად, ეგრეა. მაგრამ ნუ იცი რა, ანტიპიარიც პიარია რა. ნუ საბოლოო ჯამში გამოვიდა, რომ მართლა ყველა ჩემ დაბადების დღეზე ლაპარაკობდა და სადაც არ უნდა მივსულიყავი, ყველა მეკითხებოდა და აი მეთქი რა. ვაი ხალხო, რა ხდება აი? რა იყო ესეთი განსაკუთრებული 26-ე დაბადების დღე გადავიხადე და აი რატო? მაგრამ ნუ ესე იყო საჭირო. უფრო გრანდიოზული გამოვიდა, ვიდრე გეკონა. ესეც არ გეგმავდი ნამდვილად. ესეც არ გეგმავდი, მაგრამ კარგიც რა ვთქვათ, ისეთი ადამიანები იყვნენ იქ და რაღაცა ყველა ერთად შევიკრიბეთ და იყოს ჩვეულებრივი კონცერტი, რაღაცა ყველა ძალიან კმაყოფილი წავიდა. ჩემთვის ეგ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა სტუმარი იყო კმაყოფილი. დანარჩენს მნიშვნელობა არ აქვს. ხო და აი კონცერტზე გამახსენდა, შენ ერთ-ერთ კოლეგასთან ერთად იმღერ, რასაც დამატებით ცალკე გამოხმაურება მოყვა და აი მაგაზე დამატებით კი არა, მაგის გამო მოხდა ყველაფერი. დამატებით, ნუ ხო, იცი რა, ადამიანები ზოგადად აი სულ მინდა ვთქვა რა, რომ ეს ადამიანები როცა მიწერენ, რომ გაუშვი შენი ცხოვრებიდან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად სხვა აზრზე არიან. მე მესმის მათი ეს აზრი, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როდესაც იყო აქციების ეს ძალიან აქტიური პერიოდი, ფიზიკურად არ გამოდიოდა კომუნიკაცია. ანუ იმ დროს იყო ყველა არაადეკვატური, ყველა ძალიან გაღიზიანებული, ყველა ნერვებზე და უბრალოდ არა. მაგრამ არის ხანდახან ხდება ისე, რომ რაღაცები მერე ცოტა მიწყნარდება, დამშვიდდება, რაღაცა ცოტა გავიაზრებთ, მოვგონდებით და ასე შემდეგ და ამ ადამიანებისთვის მაგალითად ხო აი ვინც ამ კომენტარებს წერენ, ეს კონკრეტული ადამიანები მათთვის არაფერს არ ნიშნავენ. შესაბამისად ერთ დღეს ანუ დაიძინებენ და მეორე დღეს დაიკიდებენ და ცხოვრებაში არც შეხვდებიან, არც არაფერი არ იქნება, მაგრამ მე პირადად ძალიან პატარაობიდან ვიცნობ ყველას და რაღაცა მართლა როგორც თვითონ მეუბნებიან, რომ ჩემ ხელში გაიზარდეს და როცა მე ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს ხო ამ ადამიანებთან, ყოველდღე რაღაცა სხვა მოგონებები გვაქვს, სხვა რაღაც გვესმის ერთმანეთის, ეგ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ შენ იმ ადამიანის აზრს პატივს ცემდე. მესმის რომ ისეთი ამბები გამოვიარეთ, რომ ვერ ცემ პატივს. ხო. ფიზიკურად ვერ ცემ პატივს. მაგრამ მე რაღაცები იცვლება და უბრალოდ შენთვის ძვირფას ადამიანებს ცხოვრებიდან ვერ უშვებ, იმიტომ რომ მათთან გაკავშირებს ყველაფერი. შესაბამისად ვერც მე ვერ გავუშვებდი და არც გამიშვია, რა თქმა უნდა და ეგრეც უნდა იყოს რეალურად. ანუ რთულია ხა ძალიან რთულია. კი. ძალიან რთულია ეს ყველაფერი, ჩვენ გამოვიარეთ უკვე. იცი რა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე ძალიან გვეტკინა, ძალიან ვინერვიულეთ და ყველაფერი გავიარეთ უკვე რა და ეხლა რაღაცა ცოტა ისეთ პერიოდში ვართ, რომ დაალაგდა ყველაფერი. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ის ადამიანი იქნებოდა ჩემს დაბადების დღეზე, არავის ეჭვი არ შეეპარუია და რა თქმა უნდა, მე და მარიამა ვიმღერეთ კი არა, რაც ყველაფერი გავაკეთეთ ერთად და არ ვიცი, რაღაცა მგონია, რომ მეთქი მიეჩვია თქო ადამიანების რაღაც ნაწილი, რომ ჩვენ უბრალოდ მეგობრობთ კი და ვიმეგობრებთ კიდეც სულ და რა ვიცი, მგონია, რომ რაღაცა ყველამ ჩვენ ცხოვრებას უნდა მივხედოთ. ეგ რთული გასაგებია ზოგადად.
ბევრი კი, ადამიანისთვის. მე მესმის, მე მართლა ძალიან კარგად მესმის, რომ ძალიან ცუდი პერიოდი გამოვიარეთ და აქ მარტო სხვა აზრზე ამბავი არ იყო, აქ იყო უკვე თავმოყარეობა, პრინციპები, ვის რა გვაქვს და მაშინაც შედეგიც ეგეთი იყო, რომ უბრალოდ ვერ კომუნიკაციობ ადამიანთან, იმიტომ რომ მაშინ ძალიან გამწარებული. კი. და მე უკვე რაღაცები იცვლება, როგორც შეიცვალა აქციებზე და როგორც რაღაცები იცვლება ხოლმე სამწუხაროდ. და მე იქამდე მივედით, რომ საბოლოოდ ისევ ჩვენიანები გვანძღავენ და აი მანდ უკვე ყველაფერი, ხო, არაფერს აზრი აღარ აქვს. მორჩა, ან მანდ, როცა მივალთ, უკვე სიბოროტისგან, მე უკვე მართლა აზრი არ აქვს და მეც გონია რომ რეაქცია ამიტომაც აღარ მაქვს. ხო. ხო, მართლა აღარ მაქვს. კაი, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან რთულია, რომ ელემენტარული პატარა ცუდ კომენტარსაც რო დაგიწერენ, გულთან არ მიიტანო ახლოს, მაგრამ რომ უკვე გამომუშავებული გაქვს თან ძალიან კარგი, თან ძალიან ცუდი, იმიტომ რომ რატომ უნდა გიწევდეს? ეს არის საქართველო. მე სულ ამბობ, რომ ჩვენ საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ საოცარი ხალხია და მე ისე მიყვარს ჩემი ქვეყანა, რომ არასოდეს არ მომდომებია სხვაგან წასვლა. არასდროს და სულ სადაც მივდივარ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს მოგზაურობა, რომ მივდივარ ხოლმე, ერთი სული მაქვს დაუბრუნდე ჩემს სახლში. და აი არაზე ხალხი წავალ აქედან, რა მინდა აქ და პირიქით, ანუ ზოგადად ეგ არის, ხო? რაღაცა ჯანსაღი პატრიოტიზმი, რომ რაც არ უნდა ხდებოდეს შენს ქვეყანაში და რაც არ უნდა შეზღუდული იყოს, შენ მაინც აქ ცხოვრება გინდოდეს და მე ეგეთი ვარ. მოდი, ეგ თემა რო ჩავხუროთ. შენ გაქვს სამეგობრო სვეტებში ხარ გაწევრიანებული? დიახ, ხოდ ეგ იყო, მინდა აკვეს ანამ ბოდიში შეგაწყვეტინა. ეს იყო ერთდღიანი ხუმრობა მეგობრებო. ჩვენ ეგრე გვეგონა, რომ უბრალოდ ერთი დღე ვიხუმრებდით, თან პატიკომ ახალი უბრალოდ სიტყვა გააცოცხლა სვეტი. იმიტომ რომ მე ძალიან დიდი ხანი ეგ სიტყვა არ მქონდა გაგონილი, მაგრამ პატიკომ გააცოცხლა სვეტი და სულ ხუმრობდით ამ სვეტზე და მე მოდი რაღაცა ერთი დღე ვიხუმროთ და გადავიღეთ ის რაღაც ძალიან სასაცილო ვენესუელური ვიდეო. და პროსტა ჩვენ პონჩი აი ვღადაობდით რა და საბოლოო ჯამში მე ვუცბად რაღაცა რეკლამები შემოდის, რაღაცა რეკავენ, იქ გვიღებენ, იქ რაღაცა და რა ხდება და მე ხა მთელი სვეტობა, როგორც აი ეს გოგოები გვეცახიან, ხო ვიყავით ჩემს დაბადების დღეზე კი. როგორია ეგ სამეგობრო? იცი რა ხო, ჩვენ ისედაც ისეთი ადამიანები ვართ გაწევრიანებულები. ძალიან მეცინება თან ეგ გაწევრიანება, რა ოფიციალურად ვლაპარაკო სვეტებში. ხო, აი ძალიან ახლო მეგობრები ვართ გაწევრიანებულები ამ სვეტებში და რაღაცა მეცინება. როი უკვე ხალხიც ეგრე მოგმართავს რა, რომ აი სვეტები მოვიდნენ, სვეტები წავიდნენ, სხვათა შორის კოცსვეტობა თუ რაღაცებიც გვეძახეს, კოცსვეტობა, ხო. კი, ჩვენ ყველაზე კოცები ვართ ნამდვილად. და აი ძალიან ვერთობით რა. ძალიან გვიყვარს უკვე ჩვენც ისე მივეჩვიეთ რა. სვეტები ვართ. ხო, აი ძალიან მივეჩვიეთ. ეს არის აბსოლუტურად ხუმრობა სახელიც, რა თქმა უნდა. მაგრამ თან რაღაცა მგონი ძალიან კარგი გამოვიდა და ისინი კომპანიები გწერდნენ ხოლმე, რომ ვაიმე რა კარგი რაღაც გააკეთეთ, იმიტომ რომ ყველასთან რომ ცალ-ცალკე თანამშრომლობთ, ბარემ შეიკრიბეთ ხუთივეო და რაღაცა ძალიან ისეთი კარგი რეკლამებიც გადავიღეთ და სხვათა შორის მინდა ვთქვა ესეც არ გვითქვამს არსად რომ აი უკვე რომ ეს გავაკეთეთ ჩვენ ეს რაღაცა საერთო გვერდი, მაშინ და რაღაცნაირად გავარდა, მაშინ თქვით რომ მოდი ეს გამოვიყენოთ ძალიან რაღაცა კარგი საქმისთვის. ეს კარგი საქმე რა არის, რომ ის რეკლამის თანხა ჩვენ რო გადავიღებთ რეკლამებს, ის თანხა რომელიც ჩვენ ჩაგვერიცხება, აუცილებლად ჩვენ დავეხმარებით სხვადასხვა ოჯახებს, აუცილებლად ცხოველთა თავშესაფრებს, ეგ აი ანუ აუცილებლად და რა თქმა უნდა კათარზის. და ეს გეგმები გვაქვს, რომელიც აი ხა საახალწლო პერიოდში ძალიან გვინდა რომ გავაკეთოთ. აი რა საყვარლობა, აი ვერ წარმოვიდგენ. ხო, რაღაც ჩვენ სულ გვინდა და ეს გაგვეკეთებინა, ოღონდ სანამ ამას მოვიგონებდით, საერთოდ მანამდეც ვფიქრობდით, რომ რაღაც ესეთი გაგვეკეთებინა და საბოლოო ჯამში უკვე რომ რაღაც ჩვენ კომპანიებს შეგვიძლია შევთავაზოთ რაღაცა ჩვენი ამბავი, მგონია რომ ყველა ძალიან ისე წამოვა და ყველა დაგვიდგება გვერდში ამ კეთილი საქმის გაკეთებაში. დარწმუნებული ვარ, რომ დაგიდგებათ. აი დარწმუნებული თან ცხოველებზე ლაპარაკი შემიძლია აი მართლა აი დღეები შემიძლია ვილაპარაკოთ თან თუმცა სულ პატრონ ცხოველებზე არ ცუდად ხვდები მართლა
მე არ ვიცი, აი ისეთი ის მქონდა, როცა ძაღლი მაჩუქეს 6 წლის წინ, მაშინ ვამბობდი, რომ აი სხვანაირად შევხედე, სულ ყოველთვის ძალიან ისე ვიყავი ამ უსახლკარო ცხოველების მიმართ აი ძალიან ემოციური, მაგრამ რაც ძაღლი მყავს, იმის მერე განსაკუთრებულად და აი არ შემიძლია. ჩემზე აი ძალიან ცუდად მოქმედებს. პირდაპირ ვიწყებ ტირილს, ვარდები პანიკაში, არ ვიცი რა გავაკეთო, იმიტომ რომ მე ჩემ ძაღლს წარმოვიდგენ, რომ აი ესე რო ცხოვრობდეს და მოკლედ ძალიან მინდა რომ ჩვენს ქვეყანაში რაღაც კიდევ უფრო მე ზუსტად ვიცი რომ ძალიან ბევრი საოცარი ადამიანი არის ვინც ამ ყველაფერს აკეთებს, მაგრამ აი კიდევ უფრო უნდა იყოს მგონია რომ საერთოდ არ უნდა იყვნენ უსახლკარო ცხოველები ქუჩაში. მეც ეგრე ვფიქრობ. თან ვისაც ცხოველები არ ყავს, ვერ წარმოიდგენენ როგორ შეიძლება რომ გიყვარდეს. ჩემ ძაღლს რამოდენიმე ხნის წინ რაღაც ან პატარა იორკი მყავს. აი ამ ხელა. მე მეძახი მაგათ. აი ამ ხელა თან რაღაცნაირი სახე აქვს და რაღაც ცუდად გახდა და იწვა თავისთვის და ჩემ მეგობარ მარიამთან ერთად ვიყავი სახლში და უცბად ძაღლი არაფერს არ აკეთებს. დავიწყე ჯღავილი, ტირილი. თან უსუსური რო ხარ და ვერაფერს რო ანუ თან პატარ აი ამ ხელ რა უნდა მითხრა, ანუ ვერაფერს ვერ იზავს, ხო? თავისთვის არის, წაიყეფებს რაღაც ისტერიკა დამემართა, ვრეკავთ, რომ აი არ ჭამს ძაღლი და ცუდად ვარ და რა გავაკეთო, ღამის 4 საათია და ანუ აი ავბარგდით და მე ვტირი ვარ და ეს მარიამი მომშვიდობს, რომ დამშვიდიო ირინაო, ყველაფერი მეთქი რო არის, ცუდად ვარ და უცბად ვიცმებ, ვეძებ გასაღებს, რომ აი სად არის სახლის გასაღები და ვიყურებ და ჭამს. დედას პიცა ვარ. მე რას დავე? იმ ზუსტად ვიცი, გავლილი მაქვს. შესაძლოა. კი, მე გავლილი მაქვს. მე მყავს ლაბრადორი კრემისფერი 50 კილო. ანუ ის არის ძაღლი, ხო, იმასთან შედარებით. აი პატარები არიან, აი ან ვაფრენ და დობიმ გადაწყვიტა, რომ ჩვენ გავაკეთეთ სახლში, კერძო სახლში ყველგან კარი. აი ის კიბის ნაპირში კარი, იქაც კარი, რომ დობი არ წავიდეს არსად და ანუ მოკლედ ვიღაცას დარჩა კარი ღია და დობი ჩავიდა ქვედა ეზოში. სადაც ჩვენს მეზობელს ედო თაგვის წამალი, მთლიანი შეკვრა. ეს კოლოფი გადახვეული პარკში. და ჩავიდა და დედაჩემი აი უბრალოდ, აი ხოთი რო არ ეწერა დობის სიკვდილი, იმიტომ გავიდა დედაჩემი, უბრალოდ დობის ეძებს და დობი არ არის. და ეძებს რაღაც ჩავიდა და ხედავს რომ დობის ეს აქვს პირში უბრალოდ და მომეციო როგორც კი უთხრა, იმან ეგრევე გადაყლაპა რა თქმა უნდა. ძაღლი. მე ხო სახლში არასდროს არ ვარ, მაგრამ მაგ დროს სახლში ვიყავი რატომღაც. დედაჩემი პანიკაშია, რომ კივის რო რა ხდება და უცბად ამბობს, რომ თაგვის წამალი გადაყლაპა და აი მან მე არც კი მინდა გავიხსენო, რა მდგომარეობაში ვიყავი მართლა. და ვრეკავთ ჩვენს ვეტერინართან, ნათი არ ვიცი, ანუ ოპერაციაზე ვარო და არ ვიცი გულმა მიგზნო, უნდა მეპასუხაო, ანუ ეგეც რო მოხდა და მოკლედ ნათიამ დროზე ხლა ჩაასხით რაღაცები, რა თქმა უნდა ჩვენ დობის ვერ ვასხავთ ამ ყველაფერს და ეგრევე მანქანა და ყველა წითელი. ანუ ყველა ტირის, ანუ აი მართლა არ ვიცი რა გვჭირდა და იცი რამდენი ხანი ვიყავით გზაში, ანუ მართლა შუქნიშანზე ყველა წითელი მოგვიწია. აი საერთოდ ყველამ გადაგვიჭრა, ყველაფერი ხო ცი რომ უნდა გაიარო ჯოჯოხეთი და აი ეს 1 საათი სანამ მივედით კლინიკაში. 1 საათი ვიყავით გზაში. კლინიკამდე ყოველ წამს რომ დობის ვუყურებდი, რომ მეგონა რომ ეხლა რამე დაემართება, ეხლა რაღაც დაემართება და მოკლედ მივედით იქ და მოკლედ დობის უშველეს გადაგვირჩინა ჩემმა ნათია ვეტერინარმა. დობი რო არ გვენახა, ჩვეულებრივად კუჩი გაიხსნებოდა და რა თქმა უნდა დობი ვერ გადარჩებოდა, მაგრამ აი ხელუხლებელი ისე გადახვეული პარკით ამოუღეს და მოკლედ უბრალოდ ალბათ ეს დრო არ დამოვწყებოდა, მე რა დამემართა, იცი? არ ვიცი ეს ვინმეს თუ დამართნია, შეიძლება მე ვარ უცნაური, რომ არ მინდოდა დობის, ანუ არ ვაქცევდი ყურადღებას. ანუ არ მქონდა კომუნიკაცია დობისთან, ანუ იმიტომ რომ არ მინდოდა კიდევ უფრო შემყარებოდა, იმიტომ რომ როდესმე რომ რამე მოსვლოდა, ალბათ ვერასოდეს ვერ გადავიტანდი და ძაღლს ყურადღებას არ ვაქცევდი, საერთოდ ანუ არ მაინტერესებდა რა. შოქში იყო ძაღლი, რომ მივდიოდი სახლში და საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევ. ანუ ეს ვიყურები და რაღაც აი შოქში იყო თვითონ ძაღლიც, რომ აი რა ჭირს ამას. მართლა არ ვიცი რა დამემართა რა. მგონია რომ იმ დიდ ბედნიერებასთან ერთად, რასაც ცხოველი განიჭებს, ანუ
იმაზე მეფიქრებოდა, რომ აი რამე რომ მოუვიდეს, ოდესმე რა უნდა ვქნა. ანუ შენ ჩვეულებრივად, ვინც ფიქრობთ ცხოველის შვილად აყვანას, აუცილებლად უნდა გაიაზროთ ის, რომ თქვენ სრულფასოვან ოჯახის წევრს იმატებთ. ზუსტად იგივე აირს, როგორც რაღაცა თქვენი მშობლები არიან და-ძმა, ბებო, ბაბუ და ამ არსებაზე გიწევთ ზრუნვა და რაღაცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, აი უდიდესი პასუხისმგებლობა მართლა და მოკლედ ვინც ფიქრობთ თუ ამ პასუხისმგებლობას იღებთ, მხოლოდ მაგ შემთხვევაში უნდა აიყვანოთ ცხოველი ჩემი აზრით. ეს კატებს არ ეხევათ, კატები. მე კატებიც ძალიან მეც მიყვარს, თქო ჩემი დაქალების კატები მარტო. რატოღაც აი რაღაც მიხვდეთ რომ კატის წელში ვარ დაბადებული. რაღაცნაირი ცხოველი. გამოიყურო. ხო, ეხლა. მე მაგის, რა ქვია, მე დამართნია, ეგეც აი შეხო თქვი რომ უცნაური რომ მე არ ვეკ, მე და მე მემართებოდა ესეთ რაღაც. მე მყავს სხვა ძაღლიც რა. გერმანული შპიცი მყავს, თეთრი უდიდესი ფუმფუა. და ნუ კიევში მეყიდეს და დაახლოებით 14 წლის ასაკში ესე ჩემთვის ვიწექი ხოლმე, არის სატირალი თემა რო არ მქონდა. დავტიროდი ცოცხალ ძაღლს, რომ მეთქი რამე რო დაემართო, რა გავაკეთო, წინასწარ ნერვიულობდი. ანუ ჩვენ მგონია რომ მე და იგი რაღაც უცნაური პატრონები ვართ. ანუ აი ზედმეტად, იმიტომ რომ ცუდად ხვდა, აი რო წარმოვიდგინე, რომ უცბად რო შემოდიოდი და ეს ძაღლი არ მახტება, რაღაც არ მიჭამს, რაღაც ფეხად, ნუ ცუდად ხვდებოდი. ძალიან რთულია და მაგიტო აი თან ძალიან მაგარი რო ყავს ცხოველი, მაგრამ თან ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ აი არც მინდა რომ ჩემს დიდხანს აი ძალიან მართლა კი მართლა ეგ არის და მე ვარ ყვევდი რომ ლაბრადორი რომელმაც ყველაზე დიდხანს იცოცხლობს სოფლიოში რამდენი წლის იყო და ეგეთ რაღაცა 17 დობი 6 წლის გახდა ახლა ხო იქნებ 27 ხო აი ანუ ეგ მაგას ხო ყველა შეგუებულია იდეაში უბრალოდ არც გინდა მაგის წარმოქმნა და მოკლედ რა არ გვინდა ჩვენი ცხოველები ყველაზე დიდხანს იცოცხლობენ კი მაინტერესებს ვინმე თუ არ შენ ცხოვრებაში ისეთი და შიბადუდა როგორც პატიკო იტყო და ჩვენი მთავარი შიბადუდა თუ არა და თუ არა რა არის შენი აი იდეალური კაცის ტაიპი თუ არის რა თქო მე ვთქვი რომ შენთან ყველაფერს ვიყარაკებდი შესაბამისად ვიტყვი იმას რომ არ არის არავინ უბრალოდ დაკვირვების პროცესი მიმდინარეობს ჯერ ეგ საჭიროა ალბათ იმის მხრიდან ისე ჩემი მხრიდანაც ხო და რაც შეეხება უბრალოდ მართლა ანუ არც კი ვთვლი რომ აი რომ მკითხო ესე რომ რაღაცა მე უბრალოდ გეტყოდი რომ არავინ არ არის უბრალოდ ახლა ცოტა ჩავშალე შენ ხო და რაც შეეხება ჩემს კრიტერიუმებს არასოდეს არ მქონია კრიტერიუმი აი როგორი ბიჭი უნდა იყოს ესეთი იმიტომ რომ ცხოვრების მანძილზე უბრალოდ რო გითხრა ტიპაჟები როგორი ბიჭები მომწონებიან რადიკალურად საერთოდ გარეგნულად, საქმით, თვისებებით, ფასეულობებით საერთოდ სხვადასხვა ყოფილან. და ამიტომ ვამბობ, რომ არ მაქვს კონკრეტული კრიტერიუმი. ხო? შენ შემთხვევაში ეგრეა? ძალიან მიხარია, რომ აწყობ რაღაცა პრინც რა, ესეთი და უცბად შეიძლება ვიღაც ისეთი მოგეწონოს, ვერც წარმოიდგენ. ნამდვილად. კი, ზუსტად ეგეთი გამოცდილება მქონია მე პირადად, მაგრამ არის ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ამბავი ჩემთვის პირადად, რომელიც ალბათ პირველ ადგილზე დგას, რომ ადამიანი, რომელიც ჩემს გვერდით იქნება, ადამიანს არ უნდა უქმნიდეს დისკომფორტს ჩემი პროფესია, ჩემი გადატვირთულობა, ჩემი სირბილი აქეთ-იქით, ჩემი რაღაცა ყურადღების ცენტრში ყოფნა, გულისხმობ იმას, რომ რაღაც ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს კომუნიკაცია სხვადასხვა ამბით და ეს თუ მას ოდნავ მაინც დისკომფორტს უქმნის, ალბათ მგონია, რომ რაღაცა ვერ გამოვა, ფიზიკურად ვერასოდეს ვერ გამოვა რა ეს ამბავი. რომ აი შეიძლება მე უცბად ხამის 2-მდე ვიყო რეპეტიციაზე, ხო? უცბად 2 დღით ადრე გავიგო, კონცერტი მაქვს და მივფრინავ სხვა ქვეყანაში და უცბად გავფრინდე და ასე შემდეგ. ვიარო, იქ თეატრში მომიწიოს ჩემს პარტნიორთან რაღაცა ისეთი სცენა და ამიტომ რაღაცა მგონია, რომ ისეთი უნდა იყოს, კომფორტული და მასაც რაღაცა ეს უნდა მოწონდეს რა. თუ არ მოეწონება, არ გამოვა, იმიტომ რომ ხო. უფრო სუპორტერი უნდა იყოს, ხო, ინუცა როგორ მიხარია ის როგორ. კი, მართლა, იმიტომ რომ მე ზუსტად ეგეთი ვიქნები, აი ზუსტად ვიცი, რომ თუ ადამიანის მიმართ მექნება გრძნობა, შესაბამისად მის საერთოდ ყველაფერს მივიღებ და ძალიან ისეთი ვიქნები, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერში მხარს დავუჭერ და დავუდგები გვერდით და იმანაც ალბათ იგივე უნდა გააკეთოს, რაც მოდი ვთქვათ სიმართლე, რომ ამ დროში ცოტა იშვიათია ეგეთი ადამიანი.
ხო. შეიძლება არ თქვათ სამწუხაროდ, მაგრამ ნუ არ არიან ესეთი ადამიანები. ალბათ მე ისევ შენი პროფესიის ადამიანს უნდა გაყვე რა, ანუ იყო მასთან შენი პროფესიის. ხო და მე რაღაცა ხო, აი ეს მაქვს ერთი ამბავი რა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ესე გარეგნული ამბები ხო? ქონია ეგეთი ამბავი, რომ აი ვიღაც კონკრეტულ პიროვნებასთან ყოფილ ხარ და აი კარიერის მხრივ ცოტა ისე შეუხედი, ან რაღაც დაუხევი ხარ უკვე. არა. არ დამიწყია მე მას ასეთთან ურთიერთობა. ფიზიკურად ხო ვამბობ, რომ აი ვერ დავიწყებ, იმიტომ რომ ეგრევე შეამჩნევ რა. მე პირადად არ მქონია ესეთი, ანუ არ დამიწყია ესეთი ურთიერთობა არავისთან. იმიტომ რომ თავიდანვე ეტყობა რა. იმიტომ რომ მე მქონია ისეთ ადამიანთან კომუნიკაცია, ვისაც ძალიან მოწონს. ძალიან მოეწონა და ეს განსხვავებული იყო და ძალიან კარგი იყო. ეს იყო ძალიან ჩემთვის ძალიან სასიამოვნო, მაგრამ ამით დასრულდა უბრალოდ. და რატო არ გაგრძელდა რა ხდება? ხო, იცი რა, რაღაცნაირად აი უბრალოდ არ გამოვიდა. იცი, მე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ნეტა რატო თქო. მაგრამ აი ხოჭი რომ მიზეზიც რო არ გაქვს და ყველა რომ მეკითხებოდა რომ აი ნუცა რა ხდება, ანუ რატო არ გამოვიდა და აი უბრალოდ რომ ვერ ხვდები, აი უბრალოდ არ გამოვიდა და მორჩა. შენ თავს ინფლუენსერად აღიქვავ? ეხლა მე ამას ავხსნი. იმიტომ რომ ამბობ რომ მომღერალი ვარ, არა ინფლუენსერია და. მე მინდა ეს არის უფრო ალბათ როგორი იცი, როგორი ჩემი მხრიდან მე ვარ რაღაცა თავმდაბლური ამბავია. ეხლა რატო? და ეს არასდროს არ ამიხსნია და ყველა დამცინის ხოლმე რომ რეებს ლაპარაკობ რა, იმიტომ რომ ლოლა და თაკო დამცინოდნენ, ანუ ჩვენზე ბევრად მეტი რეკლამა გაქონდა, რომ შენ არ ინფლუენსერი და ჩვენ ვართო. ანუ ხო მე რას ვამბობ რა? რა თქმა უნდა ვარ ინფლუენსერი, ხო, როცა ადამიანი რაღაც როგორც კი რეკლამას ვაკეთებ, უკვე ინფლუენსერი ვარ, მაგრამ ანუ მე რას ვამბობ, იცი რომ ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა უნდა ვიცოდეთ ჩვენი ადგილი. ანუ მე ხო ვარ მომღერალი, ხო ვარ მსახიობი. და ვადარებ სულ ჩემს თავს, აი ხო აი ესეთ კრეატორებს რა, ელენიკოს ხო? აი რაღაცა ლინაკოს და ასე შემდეგ, ვინც უბრალოდ აი ის ხო აი ისინი არიან რა, ჩემთვის ინფლუენსერი ძალიან ბევრი ხო უბრალოდ არ ჩამოვთვლი რომ ვინმე არ გამომრჩეს რა. უბრალოდ აი ისინიც ინფლუენსერები არიან და მეც. აი სულ ამას ვამბობ ხოლმე, მაგრამ ეს არის მართლა ჩემი მხრიდან ძალიან თავმდაბლური ამბავი, რომ მე ვიცი ჩემი ადგილი. შესაბამისად, მე ხო აი ჩემ რაღაცებს, რასაც ვაკეთებ, მოდი გავაკეთებ. თუ ადამიანები აღმიქვავენ ინფლუენსერად, დიდი მადლობა. უბრალოდ ეს აზრი მაქვს მე ზოგადად ამ საკითხთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი არიან, ვინც აი ინფლუენსერი ვარ და კონტენტ კრეატორი ვარ და აი რაღაცა გამომწერებით ცოტა ყავთ და რაღაცები და აი მგონია რომ ეხლა როგორც აი ვიღაცა რო ეს მომღერალი ვარ ამბობდეს, აი მე რო აი მე მღერი. მართლა? არა. გეღათა. არა. ჩემთვის მღერი ვარ, მაგრამ ესე არა. ხო, ანუ არა, შენ არასდროს არ ვიტყვი რომ მე პროფესიონალი მომღერალი ვარ, ხო? ხო და ზუსტად ეგ ამბავია, რომ ისინი ეძახიან თავის თავს აი კონტენტ კრეატორებს და ინფლუენსერებს და აი რაღაცნაირად გონიერ ცოტა უსამართლობა იმ ადამიანებთან, ვინც მართლა აი ამაში უდიდეს რესურსს დებენ, წლები ამას აკეთებენ, საერთოდ სხვა დონის არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ აი ყველა არ უნდა გამოვიდეს რა საბოლოო ჯამში, ყველა ინფლუენსერი და ყველა კონტენტ კრეატორი, ვისაც ერთი ვიდეო გაუვარდება. აი ეხა მაგალითად ლიზა მიქაძე უნდა მოვიყვანო, ლიზა მიქაძე ჩემი სიყვარულია და ეგ არის ჩემთვის მართლა ინფლუენსერის და კონტენტ გოგო სასწაულებს აკეთებს. იდეალური, ანუ რამდენ რესურსს დებს, ჯერ სცენარი, ჯერ გადაღება, editing, ყველაფერს. ანუ ეგ არის ჩემს აი კი, მართლა. ტოპ, ჩემთვისაც ნამდვილად ლიზა გვიყვარხარ ძალიან. ლიზა და ანუ აი იმდენად რაღაც soft, რაღაცა ესთეტიური, ყველაფერი, აი უბრალოდ რო აი ვერასკროლავ რა, ანუ ისეთი ლამაზია, ხო. აი მოგწონს, აი ვუყურებ და აი მithრევს. კი, ზუსტად. ეგ არის ჩემთვის ალბათ, ხო აი ლიზაც ინფლუენსერია და ისიც ვიღაცაც, კაი, ჩემ თავზე რო არის, ხა ძალიან ის მე დამიწყებე რომ ძალიან ის არისო. ნუ აი არა რა, ეს ხარისხი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. და ამიტომ ყველა ვართ ინფლუენსერები, მაგრამ მოდი ვიცოდეთ ჩვენი ადგილი საუბრის დროს, მაინც. იცი რა არის? შენ ვთქვი რომ მსახიობი ვარო, ვიცი, რეებშიც ხარ, მაგას არ ჩამოგათვლები, მაგრამ მაინტერესებს მომღერლობა, კაი, გავიგეთ. აი სამსახიობო ნიჭი. როგორ აღმოჩნდა? საიდან მოხვდა? საერთოდ აი ეგ ძალიან სწორი კითხვაა რა, საერთოდ რა ხდება. სხვათა შორის ხო სანამ რამეს ვიტყვი, ჩემ სპექტაკლზე ხარ დაპატიჟებული აქედანვე, დარებებს მიყვა გასაფხულიაზე. და რაც შეეხება თეატრს. ყოველთვის იყო ჩემი ოცნება თეატრი.
ანუ აი ყოველთვის. იმიტომ რომ როცა რაღაცა ბავშვი ხარ და ეს სცენა მოგწონს და რაღაცა თან მსახიობიც ხარ, თან მომღერალიც ხარ, ეს თავიდანვე აქვს. და უბრალოდ ლამაზი ხარ. დიდი მადლობა. იმედია შენ ცოტა ციცი რა ლამაზი ხარ, ანუ ამას იაზრე. ხო და აი ეგ მსახიობი, როგორც მომღერალს ვამბობდი, აი ესე ვამბობდი ხოლმე მსახიობსაც. მაგრამ საერთოდ სხვა რაღაცაზე ჩავაბარე და საერთოდ ბიზნეს ადმინისტრირება დავამთავრე. საბოლოო ჯამში ჟურნალისტიკა, ბიზნეს ადმინისტრირებით დავიწყე და ბოლოს ჟურნალისტიკა დავამთავრე. საერთოდ სხვაგან. იმიტომ რომ მაშინ ფიქრობდი, რომ რაღაცა, ანუ ეს მომღერლობა გასაგებია, მაგრამ სხვა პროფესიაც უნდა მქონდეს, თან პიარი და მარკეტინგი. ხო, პიარი და მარკეტინგი თან ჩემი პროფესიისთვისაც ძალიან გამოსადეგი იყო და შესაბამისად ამაზე ჩავაბარე. მე გადავწყვიტე თეატრალურში ჩაბარებაც, მაგრამ რაღაცა რიგი მიზეზების გამო გადავიფიქრე. და სხვათა შორის ყველა ჩემი მსახიობი მომღერალი მეუბნებოდა, რომ თუ შენი ადგილი არის თეატრში, შენ ისედაც მოხვდები და ცოტა რაღაცა ისე ვფიქრობდი, რომ სად მართლა. და ერთ დღესაც არის ზარი ახმეტელის თეატრიდან და მეუბნებიან, მივდივარ, ამ ადამიანებს მე ვიცნობდი, ჩემთვის ძვირფასები იყვნენ, მანამდეც და მივედი და მეუბნებიან, რომ დარებებს მიღმა გაზაფხულიას ვდგამთ და ეს სპექტაკლი იყო ჩემთვის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ რეზო ჩხიკვიშვილი რო თამაშობდა ის ძველი, აი ძალიან მიყვარდა და ზეპირად ვიცოდი და ყველაფერი. და მოკლედ მეთქი რა მაგარია და მე მგონია რაღაც დახმარება ხო ჭირდებათ ჩემი რომ რაღაცა სიმღერაში ვინმეს დავეხმარო რაღაც და მოკლედ შემდა ითამაშა ნინიკო, ანუ თავარი როლი. და მე ესე ვუყურებ რომ მეთქი უკაცრავად რა აღო თან ეს როცა გამოცდილება საერთოდ არ გაქვს. თან თეატრში ანუ სერიალი და კინო კიდე გვესმის რომ აი გაქვს 7000 დუბლი და საბოლოო ჯამში ჯგუფი და იქ ხალხია. ხო, იქ გამოიყვან შენ იდეალურს რა, საბოლოო ჯამში რაღაცას გამოიყვან, მაგრამ თეატრი ის ერთი ეს გაქვს, ანუ ერთი ამბავი წინ ძალიან ახლოს მაყურებელი გიზის, თან თეატრის მაყურებელი სხვანაირი ხალხია, სხვანაირი კულტურა აქვს და აი როგორ გიყურებს, იცი, შემოგციცინებენ თვალებში და შენ უნდა იყო ის, ვინც ხარ იმ ერთ მომენტში და მე ჩემი კითხვა რა იყო პირველი. აი მეთქი რატომ რისკავთ? რატომ რისკავთ? ანუ მე ხო მე ცოტა იმაში გადამდის ხოლმე თავმდაბლობა ძალიან ზედმეტობაში ხანდახან და იცი ირაკლი მითხრა გოგია ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რომ მოკლედ მე ჩემი ინტუიციაო არასდროს არ მღალატობსო რა და აი ეხლაო საქართველოშიო ჩემი აზრითო აი კოკას და ნინიკოს როლიო ვინც უნდა ითამაშოს ეს წვილიო ხართ შენ და ცხადო რა და ანუ თქვენ და იყოთო კი ვაიმე. ანუ აი თან უბედნიერესი ვარ. თან აი იცი რა მხელა პასუხისმგებლობაა, თან როცა ადამიანი შენზე იღებს პასუხისმგებლობას და თან ეს სპექტაკლი რომელიც ყველას უყვარს და შენ ახალ ვერსიას დგამ და ყველა მოვა სკეპტიკურად განწყობილი რომ როგორი იქნება ეხლა ის როგორ ხო და თან ნუცა თან ყველა მიცის რომ ნუცა მსახიობი არ არის და აი ალბათ ყველაზე სანერვიულო დღე იყო პრემიერის დღე ჩემთვის. მართლა. თან ეს როლი არის როგორიც აი რომ მოხვალ ნახავ, მაგრამ ეხლა გეტყვი რომ აი ეს პერსონაჟი გადის ყველაფერს. ანუ ყველაფერი უნდა ითამაშოს რა. არ ვიცი, აი ურთულესი უნდა ითამაშოს იქ რაღაცა თავიდან რაღაცა ბედნიერი, მომღერალი თან ცეკვავს, თან მღერის, თან რაღაცა მე ტრაგედია, ეს უნდა გაიაზროს საერთოდ რა ტრაგედია აქვს და მგონია რომ რაღაცა ადამიანი რომელსაც გამოცდილება არ მქონდა ცოტა რთული ამბავი იქნებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ნინიკო გავიაზრე, ისე გამოვიდა, ნინიკო მივიღე, შევიყვარე და საბოლოო ჯამში ალბათ უკვე 150 სპექტაკლზე მეტი ვითამაშეთ და ყველა იყო ანშლაგით. ხალხს ვერ ვატევთ. ძალიან მაგარია. თან მაგაზე მახსენდება ის არიანა გრანდეს ისტორია მახსენდება, რომ Wicked-ში უნდა და სულ რო ყოფილიყო ბავშვობიდან Broadway-ზეც. აი, ყველაფერს შევებოდა და ეხა რო აირჩეს, როგორი ბედნიერი და რაღაც აი ხო, მართლა, აი ზუსტად იგივე ამბავი მაქვს, კი, მართლა, მეც. თან ანუ ჩემი საყვარელი სპექტაკლი. თან ცოტა რაღაცა ის ყველაფერი ისეთი იყო რა. რაღაცა თითქოს აი რაღაცნაირად იმდენად საოცარი რაღაც მოხდა რა, რომ აი რაღაც იმის რო გაგოცნება რო გაგ და ხდება. თან ის სპექტაკლი რომელიც ძალიან გიყვარს და უცბად თავარ როლს თამაშობ. რაღაცა ცოტა მასშტაბურად ძალიან სხვადასხვა განვარტყმე და არიან და გრანდე, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ანუ ამბავი ერთი და იგივეა რა. ხო, და ძალიან კაი. და მე უკვე ახმეტელის თეატრში რო დამაკვირდნენ, მე უკვე სხვა ორ სპექტაკლშიც დამაკავეს და
ასე შემდეგ და უკვე მე ხლა მეოთხე სპექტაკლზე ვმუშაობთ და მოკლედ, აი, რაღაცა უფრო მგონი მსახიობი ვარ, რომელშიც ცოტა ერთი ქალი მეუბნება, ძალიან საყვარელი ქალი იყო. მივდივარ ქუჩაში და ნუ გამაჩერა რაღაცა კომპლიმენტებს მეუბნება შენ სპექტაკლზე ნამყოფი ვარ და თუმცა არ ვიცოდი მომღერალიც თუ იყავია და ძალიან აი მივხვდი რომ ძალიან გადავეშვი რაღაცა ბოლო 2 წელია უფრო თეატრისკენ და ეს ყველაფერი და დავაბალანსო რა. ხომ არა, ძალიან დიდი კომპლიმენტია რეალურად. ძალიან დიდი კომპლიმენტი იყო ნამდვილად, იმიტომ რომ მე ანუ ხალხი კითხულობდა რომ ნუ მართლა არ არის მსახიობი და ეს არის ალბათ ყველაზე მაგარი და გამოცდილება მანამდე არ ქონია. არანაირი პირდაპირ შემაგდეს, ანუ მთავარ როლში თეატრში ახმეტელის თეატრში, რომელიც აი მართლა უდიდეს ისტორიას ატარებს და რაღაცა ყველა მიცის მისი ფასი თეატრში რაღაცა თან ძალიან გამიმარტივდა ჩემი მეგობრები, ხო, ანუ ცხადო ანდრია და იქ ახმეტელის თეატრის მსახიობები, ჩემი მეგობრები არიან მანამდე, ბევრი წლით ადრე ვიცნობდი და რაღაცა ძალიან გამიმარტივდა უფრო რა, მე ესე ვფიქრობ, მაგრამ მაინც ძალიან რთული იყო ეს გზის გავა, მაგრამ ეხლა ისეთი რაღაცა უკვე ეს ამაში ვარ რა, აი მსახიობი ვარ და სხვა შორის მანამდეც ძალიან თავმდაბალი ვიყავი, რომ აი სხვა სპექტაკლები რომ შემომთავაზეს, ხალხო მეთქი იქნებ სხვა პროფესიონალი მსახიობი დააკავოთ მეთქი, ანუ იქ ჩემზე ბევრად კარგად ითამაშებს და რაღაცა. მსახიობები ცოტა ესე მიყურებდნენ, რომ ეს გოგო ვაფშე რეებს ლაპარაკობს, იმიტომ რომ აი მსახიობები ზოგადად ეგრე არ არის რა, პირიქით. ხო. მე ვამბობდი, რომ არა, მე არ მინდა სხვა დააკავეთ, უკეთესი, ხო, ანუ საქართველოში მით უმეტეს. პირიქით ამბობდნენ, რომ ამ გოგოს რა ჭირსო, მაგრამ ნუ მე მაინც ეგრე ვამბობდი. ჩემი ანუ ადგილი იცოდეს ყველამ თავისი. ალბათ იმიტომ რომ აი ესე გულით რო აკეთებ, მაგას ხედავდნენ რეალურად. იცი რა, ხო, გულით და თან მეტყობოდა როგორი ბედნიერი ვიყავი სცენაზე. და ამ ყველაფერს როგორი დიდი სიამოვნებით ვაკეთებდი და ალბათ ეგ იყო კიდე. და სხვა შორის ყველაზე დიდი კომპლიმენტი მსახიობის რა არის, იცი თურმე? როგორი ბუნებრივი ხარ სცენაზე. ანუ ამას თუ გეუბნებიან, ხო? ხო, აი მე მაინტერესებს შენ სპექტაკლზე რა კომენტარს გააკეთებ. ხო, ნუ აი ეგ არის ძალიან ის, რომ ბუნებრივი ხარ ძალიან რა. ანუ კი თამაშობ, მაგრამ იმდენად ბუნებრივი ხარ სცენაზე, რომ არ გვაქვს ეგ განცდა რა. რომ თამაშობ. ხო, და ეგ არის ეგ ყოფილა ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი კომპლიმენტი. თურმე მსახიობებს თუ შეგიძლიათ თუ გინდათ რომ ასიამოვნოთ უთხარით ეგ კომპლიმენტი. სხვათა შორის წინა ჩვენი სტუმარი იყო ნინიკო მამარდაშვილი. ვაიმე. და ესეთი რაღაცა გავაკეთე, რომ რა კითხოს დავუსმენდი, შემდეგ სტუმარს თქვა, არ იცოდა რომ შენ მოდიოდი და ნინიკოსგან გვაქვს კითხვა. ნინიკომ დასვა ესეთი საყვარელი კითხვა, როგორც თვითონ არის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, ძალიან საყვარელს დასვავდა გულიკებზე. თუ კმაყოფილი ხარ შენი ცხოვრებითო? ანუ თუ ხარ კმაყოფილი შენი ცხოვრებით და რას აკეთებ ამისთვისო? ძალიან კაი კითხვა. პირველ რიგში დავიწყებ იმით, რომ ძალიან გამიმართლა და მგონია რომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რომ შენი აზრებზე ზოგადად ცხოვრებაში როგორ გაგიმართლა. კი, მე სხვა შორის ხშირად მეჩხუბებიან ხოლმე ამაზე, რომ რატო ამბობ რომ გაგიმართლა? შენ დაიმსახურე. არა. ეს არის გამართლება, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან ბევრი ისეთი რაღაც მომხდარა, რომ უბრალოდ შეიძლება და ეს სხვის ცხოვრებაშიც მომხდარიყო, მაგრამ უბრალოდ მე გამიმართლა და მე იმიტომ შემემთხვა ეს ყველაფერი რა. მაგრამ შენი შრომის ხო, კი, ეგეც არის, მაგრამ ანუ მე რო ვამბობ, რომ ოჯახში ძალიან გამიმართლა, მეგობრებში ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ არ ვიცი, საოცარი ხალხი მყავს გარშემო და ამაში ძალიან გამიმართლა. პირველ რიგში რაც ჩემთვის არის რაღაცა დევიზივით სულ ვარ მადლობელი და სულ ვამბობ როგორი მადლობელი ვარ და დღეში შეიძლება 10 ჯერ ვთქვა რომ ძალიან მადლობელი ვარ მე ანუ ღმერთო ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის დიდი მადლობა რომ აი სულ გრძნობ რომ რაღაცა ჩემს გვერდით ხარ და სულ მეხმარები და სულ რაღაც და ამისთვის ვაკეთებ ანუ არაფერს არ ვაკეთებ უბრალოდ ალბათ ის ვარ ვინც ვარ და არასდროს არ ვთამაშობ, სწორედ ბოლო პერიოდში გამიგია ჩემზე, რომ აი ეს გოგო მართლა ესეთია თუ თამაშობს. ძალიან ხშირად გამიგია, ძალიან ხშირად და ხო, ეგეთი არ ვარ, მეგობრებო, როგორი ესეთი ვარ რა უბრალოდ. ანუ მეც გავაცებული ვარ, სხვათა შორის ესეთი ხარ, იმიტომ რომ მოგწერა რომ მეთქე პოდკასტში, რომ ისე საყვარელად მიპასუხე, რომ აი ჩემო ლამაზ ძალიან შვიდი მეთქი რა ხდება აი არა უბრალოდ არა შენ ძალიან კარგი ხარ და მართლა იმიტომაც ეგრე მაგრამ რაღაცნაირად ხო უბრალოდ ესეთი გამზარდეს ჩემო მშობლებმა ეს რაღაცა პრინციპები მაქვს რაღაც სხვა ფასეულობები მაქვს და სულ მინდა რომ რაღაცა ყველა ვასიამოვნო რა აი ამაზე ეს
ამაზე ვარ რაღაცნაირად კონცენტრირებული თუ როგორ შეიძლება ვთქვა და უბრალოდ მე ძალიან გამიმართლა, უბრალოდ მე ცხოვრებაში ყველაფერი რაღაცა კარგი შემემთხვა და ამისთვის ვარ მადლობელი, სულ ვარ მადლობელი და სულ ვიქნები მადლობელი. და ეს არის და ეს. და შენ ეხა ნინიკოსნაირად მოგიდგები შენ არიცი ვინ არის ჩემი შემდეგი სტუმარი და მისთვის რა კითხვა გექნებოდა შენ? თან ახლა მე არ მინდა ბანალური კითხვა დავსვა და თან მინდა რომ რაღაცა ძალიან ესეთი ის თქვა რადიკალურად განსხვავებული. მოდი ესეთი კითხვა მაქვს რომ მისი საოცნებო როლი აი ვის როლსაც სიამოვნებით მოირგებდა ვინ არის და გაბედავდა თუ არა ამ როლის თამაშს შეიძლება რომ ადამიანს მოწონდეს რაღაცა კონკრეტული მაგრამ ანუ ითამაშებდა თუ არა თვითონ სხვათა შორის ძალიან კარგად დაასვი იმიტომ რომ ვინც მოყვას თეატრში უთამაშია თუმაც ძალიან კარგი ხო მე ძალიან მაინტერესებს აუცილებლად ვუყურებ მე იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებს მერე უყურებ და მერე თან მერე დიახაც ძალიან დიდი მადლობა ძალიან დიდი მადლობა ჩემი ძალიან კაი პოდკასტი გამოვიდა ძალიან პოდკასტი მეგობრებო პოდკასტი გავუსვათ მაგას ხაზი ძალიან გამხსენი და აი მადლობა და მართლა ისეთ საყვარელი ხარ რომ აზრი არა ძალიან დიდი მადლობა შენ ხარ ძალიან კარგი იმიტომ რომ თუ ზოგადად ანუ წამყვანი რა ვიცი თუ შეიძლება რომ ვთქვა თუ არ არის კომფორტული სტუმარიც აბსოლუტურად ვერ გაიხსნება რაც არ უნდა მოხდეს და როგორი მოლაპარაკეთ არ უნდა იყოს ამიტომ შენგან იყო ეს ყველაფერი მადლობა შენ მადლობა